1001 ღამე. ძალიან მტკივა. კარგი, ნუ ტირი ძურფასო. მალე გაგივლის. დედაშენს დავურეკავ. მამას დაურეკე. მამას. ქალბატონო შახრაზად. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა პირდებს. უფრო უკვე გავშალო? ხო, გაშალე. ალო. ალო. მამა, ჩქარა მოდი. Kaan, şöyle რა მოხდა? Tamam, hemen geliyorum. კარგი, ახლა მოვდივარ. რა მოხდა ბატონო ანურ? ბეიზა გეყოფა, დურუს ნუ იყინებ, ჩვენ დავშორდით. Biz ayrıldık. მე ჩემი ცხოვრები ცხოვრობ. გირჩევ შენც ასე მოიქცე. Hayatını kur. მე ისევ მიყვარხარ. მისმინე. ყველაფერი დამთავრდა. გესმის? გაიგე ბოლოს და ბოლოს. დამთავრდა. კიდევ ერთი შანსი მომეცი ენგინ, გემუდარები. ნაბატი. შაჰრაზად. რა მოხდა ძირფასო, განერვებული ხარ? როგორ თუ დაიწყო? Nasıl dökmüş? მე ახლა ბოსტაჯიში ვარ. სახლამდე მისასვლელად 1 საათი დამჭირდება. ზერხას უთხარი რომ საავადმყოფოში წავიდნენ. მე წავიყვან, არ ინერვილო, ახლა ვეწავალ. კარგი. Benim hemen çıkmam. ძალიან მეჩქარება უნდა წავიდე. Sen de evine. ხო, სახლში დაბრუნდი. მიდი. Hadi. გადი. Kaan, დავიწვი მამა, ძალიან მტკივა. როგორ დაიწვი? მოდი ჩემთან. Gel buraya. მოდი. ჩემი ბრალია, გთხოვთ მაპატიეთ. რა საკეთებ? Ne yapıyorsun? მომეცი ბავშვი, ხელი გაუშვი. არ გაგატან. გაიწიე. მამა, არ მიმატოვო. მამა, Yanlış yapıyorsun. შენს თამას უშვებ. Acıyor mu çok? შილო ძალიან გქივა? ხო, Hadi sık. ცოტა მოითმინე შვილო. Hadi oğlum. ცოტა. Benu, sad daikarge. Nu tu iseo gamekets. Benu. Neredesin? Sad xar Benu. მოდით აქაც შევასწოროთ. ახლა კი ცხვირი გავუკეთოთ. ამაზია. მეც მაჩვენე. Nasıl güzel oldu mu ya? აბა როგორი თოვლის ბაბუა გამოვიდა, ლამაზი არა? ხო, ძალიან ლამაზი გამოვიდა. აი აქ კიდევ დაამატე. მოდი ხელებიც გავუკეთოთ. ხო, მაგარია. როგორც ნახატებშია. ახლა ხომ აღარ გტკივა? არა. ოჩახ. Kaan, დღეს დაგირეკე, მაგრამ არ მიპასუხე. გთხოვთ, გმადლობთ. ენგინ, კანი სად არის? კან. შვილო, საყვარელო. Kaan Bey. Kaanმა დამირეკა, მივედი და აქ წამოვიყვანე. დიდი მადლობა. ახლა ჩვენ მივხედავთ. მამა, არ წახვიდე. მამა, არ წახვიდე. კარგი. მამა, არ წახვიდე. ნალე გამოჯაგრდალში, ხამემშვიდობის. მამა, არ წახვიდე, მამა. გთხოვ, არ წახვიდე. მამა. ფირდევს.
ისმეთ ბატონო ონურ. მომგთხოვეს პრინციპი გადაყარებით. მიდი დროზე გადაყარე. არაფრის დანახვა არ მინდა, რაც შაჰრაზადს მახსენებს. რომ გადაიფიქროთ. გითხარი ჩქარა გადაყარე მეთქი, ახლავე. მაგრამ ამ საღამოსთვის ბოდიშს გიხდი. Özür dileyecek. რას ამბობ? საბოდიშო არაფერია. შეერი ხარ, ამას მოგიმზადებ. Senden başka შენ hiçbir გარდა şey არაფერი მჭირდება. O gün geldi. ეს დღეს დადგა. Cehennemde დღე, როდესაც ჯოჯოხეთზე უფრო başka მწყუნვარე hiçbir სიყვარულმა yakıp kül etmeye ჩემი გული geldi. ფერფლად აქცია. Böylece gün ამიერიდან ყოველი დღე უსასრულო ღამეს დაემსგავსება. ümidin იმედის ნაბერწკალით ჩაქრა. Ey zulüm. შაჰრაზად, yüzüme ეს რა სასტიკი ყოფილხარ. Sevin. იხაროდეს. Bir avuç kül ახლა ერთ მუჭად ქცეულ ჩემს გულში სიყვარულის ადგილი აღარ დარჩა. Bu gece ამ საღამოს ვახშმობის საშუალება არ მოგცემოდა. Bunu parmağım. მინდოდა მეკითხა, ამ ბეჭედს გაიკეთებ თუ არა. განახმავარ, გამიკეთე. Ama bir მაგრამ იცოდე, hayatın bir adalet. რომ ეს ცხოვრება სამართლიანია. Yabancı kollar. Სხვის მკლავებში მშვიდად ვერასოდეს დაიძინე. Güçlerle uyanacaksın. მოგონებები არ მოგასვენებს. Bana verdiğin zulmü ის სასჯელი, რომელიც მე მომისაჯე, შენამდეც მოაღწევს ey საყვარელი. sevgili. შენი ჯერიც დადგება. სიყვარულის ცეცხლში Şimdi de sen yanacaksın. შენც დაიწვევი. Bana da kahve. მიდი მეც დამისხი ყავა. ჩვენს ქალიშვილს როდის გამაცნობ? Niye soruyorsun? რატომ მეკითხები? ერთი თვეა ერთად ვართ. ნუ გავაჭიანურებთ. Biz seninle ჩვენ çok ერთად არ ვართ. შეხედე. შენი ყოფილი ძოლი თხოვდება. Vay be. ოჩახ? Çıktı. თან რა მალე? Siz evliyken de როცა შენი ძოლი იყო, ალბათ მაშინაც ხდებოდა ამ კაცს. სიმპათიურია. ოჩახ შენს ძოლს? შაჰრაზად ქარაჯად ხოვდება. boynuzlandığını anladım. ძალიან სწრაფი აღმოჩნდა. კეთრი აქედან. რა? კეთრი. რა? გადი. შენი ნივთები წაიღე, მიდი. დროზე ჩაიცვი და წადი აქედან. წადი. Defol dedim. კეთრი. შაჰრაზადი და ენგინი. იფეკმა ჩამოგიდა? არა, ოქანმა ჩამოკიდა. Geliyorsun. გამოხვალთ. Tabii ki. რა თქმა უნდა. დილიდან ფეხსაცმელს არჩევს ინტერნეტით. ასე ნუ გააზვიადებ ზირფას, უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვივახშმებთ. გამარჯობათ. გამარჯობა. 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 სკოლაში არ წასულ ხარ? İzin aldım. მასწავლებელი გავაფრთხილე, მე და მამა დღეს მაღაზიებში მივდივართ. გავანახე და გაიზომე. ო, თითქმის დასრულებულია. ძალიან მაინტერესებს შენი საპატარძლო კაბა. საპატარძლო კაბა არ არის საყვარელო, ჩვეულებრივია. დურუს საღამოს კინოში უნდა წასვლა. განიც წამოიყვანე ფილმის ნახვის მერე ყველამ ერთად ვივახშმოთ. Benim çok სახლში ბევრი საქმე მაქვს, ნივთები უნდა ჩავალაგო. Ben de კაანთან ერთად მინდა დაყოფნა. Gidin siz. კარგი, კაანიც წაიყვანეთ. Sensiz gelir mi? ოშენოთ არ წამოვა. Gider belki ama. ცოტა გაჯიუტდება, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ზირფასო. დილიდან კომპიუტერთან რატომ ზიხარ? ისე, რაღაცას ვათვალიერებდი. ონურს უნდა დაველაპარაკო. Neyi? რაზე? გახსოვს სულ ოთახში რომ ვიყავით. უთხარი ჰოლდინგიდან წავალ საქმეებს გადავაბარებ და თავისუფალი ვიქნები მეთქი. Niye acele არ ediyorsun? მესმის, რატომ ჩხარო? Mahkemeden sonra. საქმეებს სასამართლოს მერეც მოაგვარე. რომელი სასამართლოსი? ხომ არ გაგიჟდი? სასამართლოში არ წავალთ. Gidiyoruz. დავალთ ქერემ Boşanacağız. და გამქორწინდებით. ჩვენ ხომ ურთიერთობის მოგვარებას ვცდილობთ, ბენო? ახალი ცხოვრების დაწყებას. Hiçbir şey ცხოვრებას თავიდან ვერ დაიწყებ. birbirimize ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვიტანთ.
Daha უბრალოდ რა ჩვენ მიდან თან გამოდმებით მაკონტროლებ. დავლიე თუ თავი შევიკავე. კარადის უჯრებს ასაცვალიერებს სასმელი არის თუ არა, ამოწმებს სასმელი სუნი მაქვს თუ არა და მხოლოდ ამიტომ მკოცნი. Nefesimden anlamak Koma için ikide siyara. bir beni öpüyorsun. ო, შენი დაბრუნების მერე რაღაც პერიოდი ასე ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ვიცი რომ აღარ სვამ. İçiyorum. ვსვამ, Tatilde de ჩუმად içtim. ვსვამდი და ახლაც ვსვამ. Alkolikler შენ უბრალოდ ქრონიკულ ალკოჰოლიკებს არ იცნობ. nasıl inkar ყველა ederler უარყოფს işte. რომ სვამს. Nasıl? მაგრამ სასმელს გამოდმებით ეტანებიან. ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ, უბრალოდ შენ არ გაინტერესებს. შენ რომ ავადიყო ბევრ ლიტერატურას წავიკითხავდი, ბევრ ექიმს შევაწუხებდი. Doktorlardan daha çok şey biliyor olurdum. იცი რატომ? Neden biliyor musun? იცი, Çünkü ben იმიტომ seni რომ seviyorum. მიყვარხარ. Ne olur ხო, buraya ამ gel. სახლში აღარ მოხვიდე. Adliyede görüş. სასამართლოში შევხვდებით. Annem დედა ძალიან გაბრაზდა. რატომ? üçümüz კინოში რომ არ წავიყვანეთ. sana baba. ამბობ შენთვის ხვისი შვილის საკუთარ ქალიშვილზე უფრო ძვირფასიაო. დურო ასეთი სისრულეების გამო დედაშენმა ბევრი რამ დაკარგა. Sen onları ხებისთვის ცუდი მაგალითის მიცემია. დავიდეთ. მათთან ერთად კინოში წასვლა არ მინდა. განძვირფასო. რამდენჯერ გითხარი შეეჩვი. ახლა ერთ ოჯახად უნდა ვიცხოვროთ და დურც ხშირად მოვასტუმრად. კორწილი ჩაშალი არ მინდა რომ გათხოვდე. მე მამასთან მინდა ცხოვრება. კან საკმარისია. რამდენჯერ გთხოვე ონურს მამას ნუ ეძახი მეთქი, გასაგებია? Merhaba. გამარჯობა. Kaan merhaba. კან გამარჯობა. Ne yemek istersin? დავიდეთ ვივახშმოთ ჰამბურგერი და პიცა მივირთვათ. არაფერი არ მინდა. არ მშია. Neyse. კარგი, მაგრამ ნახავ გზაში მოგშვიდება. დავიდეთ. Hadi bakalım. Nasıl olsa klinik. იცი, მე მაინც კლინიკაში ვწვევი, ამიტომ ღვინოს დავლევ. ქალბატონო სევალ, ბენო, რა ხდება შვილ? Kerem senin კერემმა მითხრა რომ განქორწინება გადაწყვიტე. ვერ ვიჯერებ. ეს ხომ სისულელეა. Seval Hanım ქალბატონო სევალ, გმადლობ თანაგზნობისთვის, მაგრამ უკვე მივიღე გადაწყვეტილება. Of çok sıkıldım. ძალიან დავიყალე. Hadi kuzum. მოდი შვილო, ცოტა დარჩა. დაამთავრე. Kızım შვილო, bitti mi? მეცადინეობას მორჩი? ცოტა დარჩა ბატონო, ნორმალი დაამთავრებს. ძალიან კარგი. Sonra მე film შეგიძლია ფილმს უყურო, მაგრამ დიდხანს არა. erken yatam olur. დროზე mu? დაიძინე. Uykusuz kalmasak. Yine mi შენ dışarı? რა ისევ მიდიხარ? Mecburum უნდა kızım. წავიდე შვილო. İş yemeği. საქმე მაქვს. Dur kızım. დამელოდე. Geç gelirim. მე გვიან მოვალ, ნილოფერი ნუ დამელოდება. Erken gelseydiniz. თქვენგან უკვე აღარაფერი მეგვერს. Firdevs. ფირდევს, ძალიან გთხოვ. Çok oluyor. მინიშნებების garaში. Onur Bey. ბატონო ონურ, Yapayalnız. გოგონა სულ მარტო დარჩა. Gece sadece მთელი დღეები მხოლოდ ჩემს სახეს ხედავს, არც მეგობარი ყავს, არც ნათესავი. Tamam yarın gece. მართალი ხარ, ხოლ საღამოს სახლში დავრჩები. Ne oldu? რა დაგემართა საყვარელო? Kaan'ı çok... კანი ძალიან მომენატრა. Ah benim. ჩემო საბრალო.
ბენო კიდევ ერთხელ გკითხავ შვილო. იქნები ისევ სადოთ. არა, გთხოვთ. გმადლობთ, რომ ჩემს სანახავად მოყვადით. რომ ამბობენ, მშობლები შვილებისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ იღბალს ვერაფერს უხერხებენო მართალი ყოფილა. ქერემი მუდამ ჩემ შვილად მიმაჩნდა. ვინც რა უნდა თქვას, ის ჩემი შვილია. მაგრამ სამწუხაროდ ბედნიერი არ არის. ქერემის უბედურებაში მე ვარ დამნაშავე. ამაზე მიმანიშნებთ არა? არა. არასწორად გამიგებენო. მაგრამ აღიარა რომ შენც დამნაშავე ხარ. ახლა გასაგებია. ქერემს იცავთ, რადგან თქვენი შვილია, მე კი რძალი ვარ და ამიტომ მესმეთ თავს. ბენო, სიტყვებს დაუფიქრდი. დაშორებისას ერთმანეთს ნუ აწყენინებთ. მაგრამ იცოდეთ, რომ მეც უბედური ვარ. ჩემს ტანჯვაზე ვინ აგებს პასუხს? დაოგთხოვ, საკმარისია. ქერემი მიყვარდა. მე ის მიყვარდა, მას კი არასოდეს არ ყვარები ვარ. მე ქერემისთვის არ მიღალატია. ის კი გამუდმებით მღალატობდა. გამუდმებით. ჯობდა ქერემს ცოლად არ გაყოლოდი. ისე გიყვარდა, რომ შენ წინაშე ვალდებულად თვლიდი. მართალი ხართ. სწორედ ამიტომაც ვშორდები. მე ყველა დამშვიდდება, მათ შორის თქვენც. ბენო, ძვირფასო, შენთან ასე დაშორება არ მინდა. არა უშავს. ასე უკეთესია. ბოდიშს გიხდი. შენი წყენინება არც მიფიქრია. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ხედავ თურმე რას ფიქრობდა ჩემზე? უკვე გადაწყვიტა მერთ. მეუბნება გამქორწინდეთო. წუხვა რომ სიყვარულში არც ერთ თქვენგანს არ გაგიმართლათ. ის გულისხმობ, შენ და ონურს. ონური თავის პრობლემას მოაგვარებს, ნუ ნერვიულობ. შაჰრაზადს ისევ დაარწმუნებს. ნახავ თუ არ შეურიგდება. ეჭვი მეპარება. შაჰრაზადი თხოვდება. ვინიაფის ყოფილი არქიტექტორი შაჰრაზად ქარაჯა ენგინ ქაიაოღლუს მიხვება ცოლად. ქერემ, სად მიდიხარ? გამარჯობა, დიდი ხანია მელოდები. არც ისე. იცი რომ დამირეკე და შეხვედრა შემომთავაზე ძალიან ავღელდი. არ მესმის რა მაგაღელო. რას დალევ? მეც ვისკის დავლევ. ერთი ვისკი. მამა, ხო, დასამართლო ხვალ არის. მერე? ადვოკატი ირწმუნება გაათავისუფლებენო. რადგან ალი ქემალი ფირმის მეწილით ითვლება. შენ რაიმუს ინდისოს ადვოკატია უყვანე? არა. მამას ადვოკატი არა უყვანია, სასამართლომ დაუნიშნა. ისევ რაღაცას იგონებ, ბავშვებს გეფიცები. მერე რა მოხდება, ანუ როცა გაათავისუფლებენ? მოვიფიქრე, როგორ უნდა მოვიქცეთ. სიუსუნ, მოემზადე ძირფასო. Ne çabuk geldiniz. რა მალე დაბრუნდით? გამარჯობა შაჰრაზად. მისამართი ბენუსგან გავიგე. უნდა ვილაპარაკოთ. შეიძლება შემოვიდე. არა. გთხოვ. Ben eski hayatımdan... ჩემი წარსულიდან არავის დანახვა აღარ მინდა, ბატონო ქერემ. ნება უმეცია გიხსნა, ნუ გამაგდებ. არა მეთქი. შაჰრაზად, შენ წარსულს გაურბი ხარ, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი უნდა გაარკვიო. გთხოვ, მომისმინე. კიდევ დალევ. შენ? ნომერში უარს არ ვიტყოდი. თუ ასე წავიდეთ. კარგი, ერთი წუთით დამელოდე. კიდე დაგვისხით. გაღამო მშვიდობისა. Bu da kim? ეს ვინ არის? Tanışalım. გაგეცნობით. Ben Sevda. მე სევდა მქვია.
იცი გუშინ შენს ადგილას მე ვიყავი. ერთ რჩევას მოგცემ. ონურაქსალთან მის ყოფილ ცოლზე ხმა არ ამოიღო, თორემ ისევე გაგაგდებს, როგორც მე გამაგდო. რა თავხედია? ავიდეთ ნომერში. შეგიძლია წახვიდე. რა? სახლში წადი, გადავიფიქრე. ბენო კარგადაა. არ ვიცი. ხვალ გამქორწინდებით. გამქორწინება გინდათ? მას უნდა, მე არა. ის რომ ონურმა ღამე შენთან გაატარა დიდი ხნის წინ გავიგე. სულ ვამბობდი გავარკვე ვინ არის ის ქალი მეთქი. და გავარკვე. სასტუმროს კამერების ჩანაწერები ვნახე. შენ სასტუმროში გვიან ღამით შეხვედე და დილით გამოხვედე. და დაასკვენით რომ მე ვიყავი? ხომ შეიძლებოდა სხვა მიზნით მივსულიყავი? შეიძლებოდა. მაგრამ საბრალო ბატონმა ზეფერმა დაინახა. შენ და ონური ნომერში ლიფტით რომ ადიოდით. მან შეამჩნია? შეამჩნია. უნდა და შენთვის ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ გარდაიცვალა. იმ საღამოს ზაფერი და მისი მეუღლე ქორწინების იუბილეს აღნიშნავდნენ. ამიტომაც დაამახსოვრდა ის ღამე. სასტუმროს ანგარიშის ნომერი კი მერე ვიპოვე და გაჩვენე კიდეც. ბატონო ქერემ, როგორ უნდა გენდოთ? იქნებ ონურმა ჩემთან შუამავლად გამოგზავნათ. ონური მას მერე არ მელაპარაკება, რაც გაიგო, რომ ეს ამბავი ედას მე უამბე. ჰოლდინგიდანაც ვაპირებს ამოსვლას. ონური კი პარტნიორის გარეშე მარტო რჩება. შეჰრაზად არ ვიცი როგორ დაგარწმუნო. გეფიცები ონურს არასდროს უთქვამს ვინ იყო ის ქალი, რომელთანაც სასტუმროს ნომერში ღამე გაატარა. მას არ უთქვამს. ქალბატონმა სევალმაც იცოდა. ბენომ, მელექმა, ბურაქმა. იმათაც ედა მოამბო? ყველამ გაიგო. ბენუს ამოსწდა. ესე იგი მასაც მოუყევით. იძულებული ვიყავი მე თქვა. რადგან ეგონა რომ იმ ღამეს შენთან მე ვიწექი. რა? დედა ჩემის თანდასწრებით თქვა შეჰრაზადი ფულის გამო ქერემთან იწვაო და მეც იძულებული გავხდი სიმართლე მეთქვა. დარწმუნებულია რომ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ შეჰრაზად. ბენუ ჯეუდია. ვერ დავაჯერე რომ ასე არა. კან, მოდი დაგემშვიდობა. ძალიან საყვარელი ხარ. ნახვამდის. ნახვამდის. მამიკო? დურო თავს გაუფრთხილდი. კან. Yeni kardeşin hayırlı. ზამიკო გაიჩინე, გილოცავ. იმის მაგივრად რომ დედის მხარეს იყო მამა შენს იმ ქალზე დაქორწინებაში ეხმარები? დედა რა სისულელეა? დურო მამა შენი ძალიან მიყვარს, როგორ არ გესმის? მაშინ ასეთი კაცი არ უნდა დაგეკარგა დედა. რა, ქორწილი ექნებათ? ხელმოწერის მერე მეგობრების წრეში აღნიშნავენ. იცი 1001 ღამე რომელი ფრაზით იწყება? Dostum. მეგობარო, Kadınları ქალებს ნვენდობი.
vaatlerini მათ დაპირებებს უნდა იჯერებ. Adem'in გახსოვდეს, რომ cennetten ადამის kurtulması სამოთხიდან için გამოსაგდებად iblisin kadın ეშმაკმა olduğunu ქალი გამოიყენა. Ben ამ hayatımda ცხოვრებაში hep მხოლოდ kadın ერთ ქალს ვენდობოდი პირდებს. ama o kadın მაგრამ იმ ქალს ჩემი არ სჯეროდა. belki de inanacak იქნებ მინდა başka სხვა ქალი ვიპოვო, რომელიც დამიჯერებს. Yanlış yerde ალბათ arıyor შესაფერის ადგილას არ ეძებთ. Evet. ხო, Çünkü ben იმიტომ რომ inanacak აღარ başka მინდა bir სხვა kadın ქალი bulmak ვიპოვო istemiyorum პირდებს. Firdevs. Macera ღამის თავგადასავლები დამთავრდა. შენ და დედა რომ დაქორწინდებით, დურუს სად იცხოვრებს? სახლში. Annesiyle otur. დედამისთან ერთად და ჩვენთან აცივლის ხოლმე. მაგრამ დურუს მამა შენ ხარ. ხო? არ მინდა რომ დედა ჩემზე დაქორწინდე. კან, ძირფასო, ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებით. Duru abla. დურუც ჩვენი ოჯახის წევრი იქნება. არ დაქორწინდე. ჭობია დურუს დედასთან იცხოვრო. მე, დედა და ნილუფერი კი მამასთან ერთად ვიცხოვრობთ, როგორც ადრე. შეჰრაზად, ვიცი რომ პატიებას არ ვიმსახურებ, მაგრამ რომ ცოდნოდა რა პრობლემები შეიქმნებოდა, დამიჯერე მოვკვდებოდი და ედას ამ ამბავს არ ვეტყოდი. შეჰრაზად, გიმეორებ. ონურს არაფერი დაუშავებია. ყველაფერი ჩემი ბრალია. თქვენი მჯერა ბატონო ქერემ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაფერს არ ცვლის. ყველაფერი გაირკვა. ხო და მინდა ეს ამბავი წარსულში დარჩეს. ასე მინდა. იდეა ქერემ. კან, როგორ გაზრდილ ხარ? კარგად ვზანდებოდეთ. ნახვამდის გმადლობთ. მერტო ჩემო. ხედავ, არავინ არ დაგხვდა. ეგონა ბიძე ბურჰანი ორკესტრით დაგხვდებოდა ალიქემა. იქნებ ავტობუსის გაჩერებაზე გველოდებიან. ზოგჯერ სანამ რამე სიტყვი კარგად დაფიქრდი. მისი ფაბრიკა გავქურდეთ, სიხარულით დაგხვდებოდა. მამა ჩემი არ მიგულისხმია. იუსუნსა და დედა ჩემზე ვამბობ. რატომ არ მოვიდნენ? არ ვიცი. უნდა გიხაროდეს რომ პირველივე მოსმენის მერე გაგვათავისუფლეს. გაინძერი ძმაო, გაინძერი. წაწავიდეთ. ავტობუსში ჩავსხდეთ. ავტობუსში. აბა სად მივდივართ? სახლში. სხვაგან სად? როგორ თუ სახლში? ძალიან მწვენია. თან იმ სახლში ვინ შეგვიშვებს? მართალი ხარ. ახლა დავრეკავ და გავიგებ რა ხდება. ჯიბეში ერთი ქურუშიც არ მაქვს. თორემ ახლავე ავტობუსში ჩავჯდებოდი და კაისერიში წავიდოდი. ღმერთმა დაგლოცოთ. გმადლობთ. ნიმეთ. რევანი მოამზადე შვილო. დიდი ხანია ბატონი ბურჰანი გვთხოვს. ახლავე ქალბატონო ნადიდე. იმათ დღეს ათავისუფლებენ? ხო. ბატონი ალიქემალი რეკავს. უპასუხე. არაფერი შეიმჩნია, ჩვეულებრივ დაელაპარაკე. უთხარი რომ კარგად მოვექცევით. ყველას მოგვენატრა და სახლში მოვიდეს. ალო. ალიქემალ? იუსუნ. დღეს გაგვათავისუფლეს. ვიცი, გილოცავთ. რა არ გიხარია? მიხარია, როგორ არ მიხარია? დედა და მამა მანდარიან? არა. არ უთხრა. მე სამზარეულოში ვარ, დედა თავის ოთახშია. რას ამბობენ? მამა სახლში არ შეგვიშვებს? მამას კეთილი გული აქვს ალიქემალ. ჯერ გაბრაზებული იყო, მერე გაუარა. ორივეს ძალიან ენატრები. ჩვენ ძალიან გვენატრებიან. იუსუნ, მე სულ შენზე ვფიქრობდი. ბავშვები როგორ არიან? კარგად არიან. მაშინ მალე მოვალთ. კარგი დროებით. ჩვენთან მოდიან. კარგია, დროზე მოვიდნენ. მოვლენ და გაიგებენ რა დღეში ჩავაგდებთ.
მამას უკვე ყველაფერი დაავიწყდა. ფიუსუნმა მითხრა, ჩქარა მოდითო. ნამდვილად არ ველოდი. მამა ჩემი საყვარელი შვილი ვარ. შვილებს გაჭირვებაში არტოვებენ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვინ ვარ? კარგი რა განი. პრობლემა მოგვარებულია, ხომ იცი, მამა ჩემი არ მიგვატოვებს. არ გინდა ალიქემა. ბიძე ბურჰანი არ მაპატიებს. აი ნახავ. უკვე გაპატია. თან სასჯელიც მოვიხადეთ. დაგავიწყდა ციხეში რამდენი კვირა ვისხედით. ვიტანჯებოდით. წამოდი. სახლში ტაქსით წავიდეთ. მერე ფული? სახლამდე მინიმუმ 50 ლირა გვჭირდება. მე ფული არ მაქვს. ბოლო თანხა ჩაიში გადავიხადე. არც მე მაქვს. სახლში მივიდეთ და გამოვართვათ, ადექი. ჩემო საყვარელო, გეჭედან დაასია. როგორ მათრობს შენი ლამაზი თვალები? მაგ თვალებით ნასროლმა ისარმა დამჭრა, სისხლიმდის. მაგრამ ჩემი გული ბედნიერებით გიხვდავს, რადგან ის შენი სიყვარულის ტყვედ იქცა. ეს რა არის? ეს ონურ ახალმა დაწერა? ციტატა 1001 ზღაპრიდან. 1001 ღამე. გასაგებია. შაჰი შაჰრიარისა და შაჰრაზადის ზღაპარი როგორც ჩანს, შენი ქმარი მართლა გიყვარდა. ენგინ ყოველთვის ვამბობდი, რომ ონური მიყვარდა. მაგრამ დრო გავიდე და წერილს მაინც ინახავ. შენ ცოლობას ჩემი წარსულის დასავიწყებლად დავთანხმდი, მაგრამ თუ ამას გამოდმებით შემახსენებ, ასე ვერ ვიცხოვრებთ. შაჰრაზად რა სისულელია? შენ სიმშვიდე გინდოდა. მეც სიმშვიდე მჭირდება. კარგი. მაპატიე, ძალიან გთხოვ. ხელი გამიშვი. სად მიდიხარ? სუფთა ჰაერზე გავალ. სასამართლო. ბენუ შეიძლება ცოტა ვილაპარაკოთ. ბენუ დაფიქრდი, ხვდები რა სისულელეს ჩადიხარ. მე არ მინდა განქორწინება. ქერემ, გეყოფა უკვე გადაწყვეტილია. ვთილობდი როგორმე შენთვის თავი შემეყვარებინა, მაგრამ დავიღალე. გამქორწინდებით და გავთავისუფლდებით. ორევისთვის ასე ჯობია. ბენუ ინჯეოღლუ, ქერემ ინჯეოღლუ. ბენუ, უშენოდ არ შემიძლია. მოდი აქედან წავიდეთ. ბენუ ინჯეოღლუ, ქერემ ინჯეოღლუ. კარგი, თუ არ გინდა იმ სახლში ნუ წავალთ. სადაც მოგინდება იქ წავიდეთ. მეგობარო, დამელოდე, ფულს გამოგიტან. კარგი. რა მოხდა? ჩემი მანქანა სახლთან იდგა. არც ფიუსუნის ჯიპია, სად არის? ალბათ ბიძე ბურჰანმა ფაბრიკასთან გადააყვანინა. ფიუსუნ. ზვირფასო. გამარჯობა. გილოცავთ გათავისუფლებას. ფიუსუნ. ჩვენი მანქანები სად არის? მოდით, შემოდით. სამოცი ლირა მომეც. მე ფული არ მაქვს. არც ინდისი გაქვს და არც ღირსება გაგაჩნია განი? დაუგთხო. ეს როგორ გააკეთე? მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ალიქემალს ვეხმარებოდი. ანუ ქურდობაში ეხმარებოდი. არ გინდა. ციხიდან 1 საათის წინ გამოგვიშვეს. დედა. გამარჯობა. გათავისუფლებას გილოცავ. დედა ხელზე გაკოცებ. დედა, დედიკო.
დეიდა ნადიდე ძალიან მწვანეა. გაჩუმდი, ნუ ტირი, საკმარისია. აუ დედა. ბედის წერა მციხეში გამოვკეტა. ქურდობასთან ბედის წერა რა შუაშია? ფიოსონ საკმარისია შვილო. ნუ ეჩხუბები არ გინდა. დაბრუნებას გილოცავთ. მადლობთ. გილოცავთ. ბავშვები სად არიან? ძალიან მომენატრნენ. დინავთ, ძილის დრო აქვთ. დადით გამოიცვალეთ, შხაპი მიიღეთ. გემრიალად ჭამეთ. მერე ბავშვებსაც მოეფერებით. ზემოთ. ქალბატონო ბენო. ჯერ ახლად დაქორწინებულებად ითვლებით, ცოტა ხანს ცალ-ცალკე იცხოვრეთ. იქნება ურთიერთობა მოაგვაროთ. ჩვენი ქორწინების დღიდან ისედაც ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. როგორ? ფიზიკურად კი არა. სულიერად ვართ ცალ-ცალკე. ამიტომ ამ ოჯახის შენარჩუნებას არანაირი აზრი არ აქვს. თქვენ რა სიტყვით? სამწუხაროდ ვერაფერს ვერ დავამატებ. რადგან ბენუს უნდა ასე იყოს. მე განქორწინების წინააღმდეგი არ ვარ. გასაგებია. საყვარელო, როგორ მათრობს შენი ლამაზი თვალები? შენმა ნასროლმა ის არმა დამჯერა სისხლიმდის. მაგრამ შენი თვალების სილამაზით წამებული ჩემი გული ბედნიერია, რადგან ის შენი სიყვარულის ტყვედ იქცა. რუსეთთან საქმიანი მიმოწერა მინდა მეთქი, ქალბატონო ნურჰაიათ, ვერ გაიგეთ? მაპატიეთ ბატონო,ახლავე მოგიტანთ. ჰოლდინგი მინიეფია, ქალბატონო, მოვედით. მისმინე, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. არა, ბევრი ვიფიქრე. ჯერ მომისმინე და მერე გადაწყვიტე. შენთან ცხოვრება აღარ მინდა. გონია ამ ასაკში ცხოვრებას მარტო შეძლებ? შევძლებ? შენ ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლია. შემოდით. ყველა ანგარიში მჭირდება. გამარჯობა. შენთან სალაპარაკოთ მოვედი. შენ მითხარი სალაპარაკო არაფერიაო. ესე იგი მართლა ყოფილა რაღაც. გუშინ ბატონი ქერამი იყო მოსული. ყველაფერი მიამბო. მართლა? დაიფიცა, რომ მისთვის არაფერი არ გითქვამს. კამერების ჩანაწერებით გაარკვია, მერე ანგარიშის ქვით არ იმოძებნა. იმ საღამოს ბატონმა ზაფერმაც დაგვინახა. ესე იგი ქერემის ნათქვამს მაშინვე დაუჯერე. ხო, დაუჯერე. კარგია. როცა მეკითხარი სიმართლეს ვამბობ, მეთქი მეჩხუბე და გამაგდე. მაგრამ ქერემის სიტყვებს დაუჯერე. ონორ, მე შენ ჩემი არ გჯეროდა შაჰრაზად. მე არ დამიჯერე. ჩემ სიტყვებს, ფიცს, სიყვარულს. შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონია, ესე იგი ჩემს არსებობასაც არ აქვს ფასი. არა, მჯერა. თუ გჯერა, რატომ გაიქეცი? ზურგი რატო შემაქციე? ბევრი რამ მოხდა და არ შემეძლო. ახლა რა შეიცვალა? რაც მოხდა ისევ ისე დარჩება, წარსული ისევ არსებობს. რა შეიცვალა, შაჰრაზად?
დამამცირე, მიყვირე და მეჩხუბე. მომბეზრდა. Ne değişti? მე მივხვდი რომ მე შენ Evet. გააგრძელე. Beni sev. რა მე შენ? Daha cümle. ფრაზის დამთავრებაც კი არ შეგიძლია. Aşk teslim სიყვარული ორ ადამიანს აკავშირებს, შაჰრაზად. bütün varlığım ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. olmaktır. Ben sana მე მთელი არსებით მოგენდე, მაგრამ შენ, sen შენ hiç ჩემი არ გჯეროდა, შაჰრაზად. hiç. საერთოდ არ გჯეროდა. მართალი ხარ. Şehrazat. შაჰრაზად, Evleniyor musun? შენ თხოვდები. Mutlu ol. ბედნიერებას გისურვებ. Umarım bu ev იმედია ეს ქორწინება ჩვენსას არ დაემსგავსება. ალბათონო შაჰრაზად. aşk teslim სიყვარული ორ ადამიანს აკავშირებს, შაჰრაზად. bütün varlığım. Ben და ისინი ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. მე დედასთან გამიმგზავრები ამერიკაში. benden ჩემგან გასაქცევა და ასე შორს წასვლა საჭირო არაა. შეიძლება სადმე შეგვხვდე და ამიტომ აქ ვეღარ ვიცხოვრებ. bu kadar ასე ცუდად ვიმოქმედეთ ერთმანეთს. შენს დადანაშაულებას აღარ ვაპირებ. მე ვიყავი სუსტი. შენ სიყვარულში ვერ დავწმუნდი. თუ ჩვენი ქორწინება არ აღმოჩნდა ბედნიერი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. არა. ჩემს სიყვარულში უნდა დამერწმუნებინებენო. შენ ყოველთვის უანგაროდ გიყვარდი. მაგრამ მე გიღალატე. იცი, საკუთარი თავი მცულს. სისულელეს ნუ ამბობ. ჩემი ბრალია. ედასკენ მე გიბიძგე. დარწმუნებული არ ვიყავი რომ გიყვარდი. მერე სმა დავიწყე თითქოს სასმელს შეეძლოს პრობლემების მოგვარება. შენს გაგიმწარე ცხოვრება და საკუთარ თავსაც. ახლა დროა ყველაფერი ცალ-ცალკე დავიწყოთ. ამერიკაში რას გააკეთებ? ჯერ ვიმკურნალებ, იქ ერთი კარგი კლინიკა ვიპოვე. მერე სამსახურს ვიშოვე. ნახოთ. yerleşecek. ესე იგი იქაპირებ ცხოვრებას. Ne zaman როდის მიფრინავ? პარასკევს ღამის რეისზე. ჩემი გამგზავრების მერე შეგიძლია სახლში დაბრუნდე. seni ნება მომეცი. havan აეროპორტში მოვიდე და გაგაცილ. არა, არ მინდა, საჭირო არ არის. გთხოვ. ამის უფლება მაინც მომეცი. ნუ დამაძალებ, ქერემ, გთხოვ. ბენო, çiçekleri სახლში ყვავილების სარწყავი რომ გვაქვს? onun içinde არაყიასხია. giymediğin ჩემი ახალი ფეხსაცმელების 5 პატარა ბოთლებითა ასავსე. bazen ზმრის შუშის ბოთლში სასმელია. içine იქ კონიაკიასხია. შეამოწმე? çok şey რა გაეწყობა, მომიწია. უკვე ძალიან გვიანია, ქერემ. წუხვარ. ბატონო ბურჰან, აქ რამდენი კაცი მუშაობს? დაახლოებით 150-დან 200-მდე. ოჩახ, ზარმაცებს ვერ ხედავ. ამ ადგილას ადრე პატარა სახელოსნო იყო. თავიდან ჩემთან დაახლოებით 20 ადამიანი მუშაობდა. თქვენზე შეიძლება წიგნი დაიწეროს, ბატონო ბურჰან, დაუღალავი შრომით ფაბრიკა ამუშავეთ. ო, მაგრამ
ჩვენ ვერდებით, რას ამბობთ? დიდი ტერიტორიაა და რა თქმა უნდა, არც ფაბრიკაა პატარა. ბატონი სულეიმანი ყველა საკითხს მოაგვარებს. თქვენს დაგიკავშირდებათ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აბა, დროებით. ნახვამდის, შეხვედრამდე. ბატონო ბურხან, თქვენს ადგილას დავფიქრდებოდი. რა საჭიროა დაფიქრება? ბატონი ჰალოქის ხდომათა დარბაზში გელოდებათ. გადით. გონსმოდი. მიდი ონურ. მიდი. ყველაფერი დამთავრდა. ქალბატონი მელიქი არ მინახავს, სამსახურიდან წავიდა? დიახ. რატომ? არ ვიცი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბატონი ქერემი არ არის? ჯერ არ მასულა, ტელეფონიც გამორთული აქვს. კარგია. პოლნიგი მის გარეშეც გამოვა კრიზისიდან. ბატონ ქერემს ვერ დაველოდებით, დავიწყოთ. ქალბატონო ფინარი, მედია ამჯერად მაინც არ გექნებათ შეცდომები. შაჰრაზად. შეიძლება შემოვიდე. როგორი ფიქრე რომ ბატონ ქერემთან ვიწექი ბენო? ნუ თუ არ მიცნობ. მე ასეთი სუმდაბალი ქალი არ ვარ. ბატონ ქერემთან რომ დავწოლილიყავი სახეში ვეღარ შემოგხედავდი. ეს როგორი ფიქრე? მიპასუხე ბენო, ასეთი რამ როგორი ფიქრე? იმიტომ რომ შენნაირი არ ვარ, გასაგებია? მე საყვარელ კაცს სულ უკან დავდედი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი იმ კაცს შენ უყვარდი. შაჰრაზად, შენ ამას ვერასდროს მიხვდები. შენი თანაქალი ვერასოდეს გაიგებს ხვის ტანჯვას. ხო, დამნაშავე ვარ. ოჯახი დაგინგრიეთ, ბედნიერება წაგართვით, ცხოვრება გაგიმწარეთ, ჩემი ქმარიც გავაუბედურე. ნეტავ მომკვდარიყავი და ასეთი რამ არ ჩამედინა. ბენო. შაჰრაზად, მაპატიე. ბატონო ქერემ, თათბირზე გელოდებიან. ალკოჰოლზე მკურნალობა. მართლი საბჭოს ხდომა ხვალ 2 საათზეა. ბატონი ქერემი მოვიდა თავის კაბინეტშია. თვითონ აპირებ ბენოს მკურნალობას.
ცოტა დრო სამსახურის საქმესაც უნდა დაუთმო. რა საქმე? საქმეს თვითონ მიხედე. ჰოლდინგი და სამუშაო ყველაფერი შენთვის დამითმია. კარგი იქნება ჩვენთან ლაპარაკისას ხმას თუ არა უწევ. დღეს გამქორწინდი ონურ გასაგებია? სასამართლოდან მოვედი. ბენუ ჩემი ცხოვრებიდან წავიდა. განქორწინდი? ესე იგი მიხვდი რაც არის. ზუხარ. მაგრამ ადამიანი ეჩვევა ყველაფერს. შენც მიეჩვევი. ნუ ნერვიულობ. ასეთი უგრძნობი როდის გახდი? გრძნობებს ჩემთვის მხოლოდ კივილი მოხონდა ქერემ. და გულიც გაგიქვავდა. ხოვდები? გაგიჟდი შაჰრაზად. სხვა გზა არ არის. შაჰრაზად შეცდომას უშვებ. გონია სხვა შანსი არსებობს. ყველაფერი ჩემი და ქერემის ბრალია. შენ ხომ ბატონი ონური გიყვარს, შენ კი ბატონი ქერემი გიყვარს. ეს სულ სხვა, ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ სულ ტყუილად თქვენ კი გამოგივათ. ქორწილის გადადება არ შეიძლება. არა, ბატონი ონური გაგიჟდება. ბენუ ონური დამშორდა. დღეს მასთან მივედი. იცი რა მითხრა? ბედნიერებას გისურვებ. იმედია ეს ქორწინება ჩვენსაც არ დაემსგავსებაო. ასე მითხრა. შენთან მოვიდა და უთხარი ბედნიერებას გისურვებო. ნამდვილად გაგიჟდი. რამდენჯერ აუხსენი მე არაფერი მithქვამს მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა ქერემ. ჩემ სიმართლეში დასარწმუნებლად თურმე შენი მისვლა ყოფილა საჭირო. არა. შეჰრაზადს თუ დაკარგავ ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვერ აპატიებ. ვერასდროს. ჩემთვის პატარა იმედიც რომ მოეცა რამე ისეთი რომ მეთქვა, მზად ვიყავი ჩავხუტებოდი, მაგრამ ონორისთვის. ყველაფერი დამთავრდა. შაჰრაზად შენზე გაბრაზებულია და ამიტომ გითხრა დამიჯერე. ახლა ვერაფერს ვეღარ გამოვასწორებ. იზღა დამჩენია შევეგუო რომ ონორისთვის ყველაფერი დამთავრდა. როგორ არ გესმის? შეჰრაზად შენი იმედი გქონდა. ეს ხომ აშკარაა. რამდენჯერ დავიმცირე თავი, ღირსება შევილახე. მასთან ბევრჯერ მივედი, მაგრამ ზურგი შემაქცია. არ გინდა ონურ. სიამაყე ის გრძნობა არაა, რომელიც სიყვარულს გადაარჩენს. სიყვარულს ყველაზე მეტად სიამაყე აზიანებს. ხედავ, შეჰრაზადმა თავის სიამაყეს გადააბიჯა და შენთან მოვიდა. ნეტავ მასთან უფრო ადრე მივსულიყავი. უფრო ადრე მეთქვა რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. მაგრამ რცხვენოდა, მეგონა რომ თვითონ მოაგვარებდით. რცხვენოდა. არ შემეძლო მისთვის თვალებში ჩამეხედა. ქერემ დამიჯერე, ეს ვერაფერ შეცვლიდა. რას ამბობ, ხომ შეცვალა? შეჰრაზადი შენთან მოვიდა. ჩემთვის უნდა დაეჯერებინა ქერემ, ჩემთვის. შენი მისვლა და დალაპარაკება აუცილებელი არ უნდა ყოფილიყო. სიყვარული ასეთი უნდა იყოს. საყვარელი ადამიანის უპირობოდ უნდა გჯეროდეს. მან კი არ დამიჯერა. ონურ არ გინდა გთხოვ. შეჰრაზადი შენი ბედია. თუ უფლებას მისცემ რომ სხვა კაც გახვეს ცოლად, მთელი ცხოვრება ინანებ. ყველა ქალში შეჰრაზადის ზევნა მოგიწევს. ნუ დაკარგავ. აბატიე. 100 ჯერ. 1000 ჯერ მოგიხდი ბოდიშს. დაგპირდი რომ არ განერვიულობდი შაჰრაზად. და ჩემს პირობას შევასრულებ. მერე საჭმელს ვეღარ შეჭამ. მაგრამ გემრიელია მოგეწონება. ინდა? რა უნდა ვჭამოთ? ზელი ხამყაბაყის ტოლმა მოამზადა. ძალიან მიყვარს.
ჩემო გოგონა, რომ იცოდე როგორ მომენატრე. მოდი, მამას აკოცე. თავი დამანებე. ასე რატომ იქცევა? ვასრას ელოდი. გეგონა ქურდ მამას კისერზე ჩამოეკიდებოდა? ფიუსუნ საკმარისია. ალბათ მამა მოვიდა. გამარჯობა მამა. გამარჯობა შვილო. უკვე მოვიდნენ? დიახ, სახლში არიან. დაბრუნებას გილოცავთ. ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი განსაცდელისგან. მამა, როდის გიხდი? იძულებული გავხდი. კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ხან გაგათავისუფლეს. ბიძე ბურჰან, მოდი მაკოცე. ალი ქემალმა ბევრჯერ გამიცრუა იმედი. ახლა შენც დაემატე. შენგან ასეთ საქციელს არ ველოდი. მაპატიეთ ბიძე ბურჰან. ნეტავ მომკვდარიყავი და ეს არ გამეკეთებინა. ნეტავ. კარგი გაიწიე. არ ვივახშმებთ? ვივახშმებთ მამა, გთხოვთ. მთელი დღის მანძილზე პატიოსნად ვიშრომე. დავიღალე. ვახშამი ხომ დავიმსახურე? ქალბატონო ნადიდე. მოდი ცოტა ხანს დავსხდეთ. გამომართვი. ეს რა არის? სამხედრო სამსახურში გაგიწვიეს. კარგი. წავა. რაც შეიძლება მალე უნდა გამოცხადდე. ღამის ავტობუსით თუ წახვალ დილით კაისერიში იქნები. ნუ ტირი. მადლობა თქვი რომ დედას არაფერი გაუგია. თორემ შენისთან ნაშვილზე უარს იტყოდა. მამა, ჩვენი მანქანები ფაბრიკის ტერიტორიაზე გადაეყვანინე? თქვენი მანქანები? ხო. ინებეთ. მადლობ. შაჰრაზად რაღაც მოწყენილი ჩახარ. თუ ქორწინების წინააღმდეგი ხარ, ნუ თავქორწინდებით. ის მარტო არ არის. უჩემოდაც კარგადაა. თუ არ გინდა მითხარი, ნუ გეშინია. გთხოვ. მინდა ენგინ. მართლა მინდა. მაგრამ იტანჯები. გამივლეს. დამიჯერე. წარმოგიდგენია, იცოდა სად მქონდა სასმელი დამალული. მის კაბინეტში წიგნები ვნახე ალკოჰოლიზმზე. მანამდე რატომ არ მითხარი? რა ვიცი, მე მეგონა იცოდი. არ უთქვამს არ წახვიდეო. რომ ეთქვა ეს რამე შეცვლიდა? არ შეცვლიდა, მაგრამ ველოდებოდი რომ დარჩენას მთხოვდა. მეგონა შემეხვეწებოდა. რა სულელი ვარ არა?
დარჩენა არ სთხოვე? რა აზრი გქონდე? წასვლა გადაწყვეტილი გქონდე. ალბათ ელოდა რომ დარჩენა სთხოვდე, არ ვიცი. შეიძლება არც ელოდა. იძია ბურჰან. თხოვთ მაპატიეთ. არ უნდა გპატიოდე, მაგრამ გაპატიებ. დეიდა ნადიდე, თქვენც მაპატიეთ. უკვე გაპატიე შვილო. მოდი. ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, განი. გმადლობ. ნახვამდის. ნახვამდის. ეს ვალია, ჯარიდან დაბრუნდები, იმუშავებ და გადაიხდი. რა სისულელეა ფიოსო, რა ვალი? ალი ქემალ შენ ნუერვი. რაც არ უნდა იყოს, მაინც ჩემი ძმა ხარ. თავს გაუფრთხილდი. დაო. დაიკო. დაო. ახლა მაინც მოიქეცი წესიერად, კარგი? კარგი. განისთვის ტაქსი უნდა გამოგვეძახებინა. არ მინდა, გაჩერებამდე მივალ და ავტობუსით წავალ. ნახვამდის. ნახვამდის. აბა ბატონო ალი ქემალ. ციხიდან გამოხვედი. ცოლსა და შვილებს მოეხვიე და მოესიყვარულე. ჯამე, დალიე, კარგადაც დაისვენე. ახლა კი შენთან ანგარის სწორების დროც მოვიდა. დაჯექი ვილაპარაკოთ. შენი მანქანები გაინტერესებდა, რა? ო, გავყიდე. თანაც მოპარული საქონლის თანხის ნახევარიც კი ვერ დაფარა. ო, მართლა. დღეს ფაბრიკას გავყიდე. რა? რატომ? შენ პატარა საწარმოსაც ვერ ამუშავებ, ალი ქემალ. მე და დედა შენი კი უკვე დავბერდით. დღეიდან ცხოვრებით უნდა დავტკბეთ. ასე არ არის, ქალბატონო ნადიდე? თქვენ ეს დაიმსახურეთ, მამა. რაც გამოჩნდა, ყველაფერი შვილიშვილებს გავუნაწილე. სანამ ისინი სულტროვანები გახდებიან, ეს ქონება ჩემი მეურვეობის ქვეშ იქნება. მარტო თაშანის მაღაზიები არ გამეყიდია. მე რა გავაკეთო? ანუ, სად უნდა ვიმუშაო? ეს მხოლოდ შენი პრობლემაა. დღეიდან შენ საქმეში აღარ ჩავერევი. თუ დათანხმდები, სამუშაოს მე მოგცემ. თაშანის ერთ-ერთ მაღაზიაში მოგაწყობ. რასაც ფაიდარს ვაძლევ, შენც იმას გადაგიხდი. ჯანმრთელობის დაზღვევასაც გაგიკეთებ. გზის და სადილის ფულსაც მე გადაგიხდი. რა გაცინებს? ფაიდარს ცუდი ხელფასი აქვს? მარტო საკრედიტო ბარათისთვის თვეში 7-8000 ლირა მჭირდება. რადგან ამდენი გჭირდება, ბევრი უნდა იმუშაო. და კიდევ ამ სახლიდან წახვალთ. ეს როგორ? ბინავიშოვე, 3 საძინებელი და 1 მისაღები აქვს. ქირა 800 ლირაა. თან? თახშანთან ახლოსაა. კარგი რა, ალბათ მეხუმრებით არა? ჩვენ ახლა ხუმრობის ხასიათზე ვართ? დღეიდან ასე იქნება. შენს ცოლსა და შვილებზე თავად იზრუნებს.
ამიტომ ბევრს იმუშავებ. ვალად ერთ ქურუშსაც არ მოგცემ. ამის იმედი ნუ გექნება. და მოგიდება ცხოვრება ისწავლე. მამა არ გინდა ძალიან გთხოვ. მარტო ბურჯუს სწავლისთვის $14,000 ვიხდი. ეგ პრობლემა არ არის. ბავშვების სწავლის ფულს, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიხდით. მამა 20,000 ლირით როგორ ვიცხოვრო? იცი ამ ქვეყანაში რამდენ ოჯახს არ აქვს თუნდაც ამდენი ხელფასი. როგორც ისინი ცხოვრობენ, ჩვენც ისე ვიცხოვრებთ. ფიუსუნ რას ამობ? ონურ ცელია ისმენთ. ვინ არის? რაზე უნდა ველაპარაკოს? კარგი, შემოუშვით. კერემ მერე ველაპარაკოთ. კარგი მაშინ მერე შემოვალ. ბატონო, ყუთები თქვენს მაგიდაზეა. მადლობთ. რამე ხომ არ გნებავთ? არა. პარასკევს ქორწინდებიან. ბედნიერებას უსურვებ. ეს რას ნიშნავს? თქვენს სოლს უფლებას მისცემთ ჩემს ქმარზე დაქორწინდეს? ქალბატონო, ის ჩემი ყოფილი ცოლია და თქვენს ყოფილ ქმარზე ქორწინდება. ამას ვერა უკრძალავ. ზრდასრული ადამიანები არიან. მართალი ბრძანდებით. მე უბრალოდ არ ვიცოდი რა მექნა და თქვენთან ამიტომ მოვედი. ჩვენ განქორწინდით და ამით თქვენი ურთიერთობა დამთავრდა. რატომ ნერვიულობთ? იმიტომ რომ ჩემი ქმარი მიყვარს. თუ ხარ? ვიცი რომ თქვენც გიყვართ თქვენი ცოლი. გთხოვთ მაპატიეთ დრო წაგართვით. ბატონო ონურ, თქვენი შინაგანი ხმა გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ. ჩემი შინაგანი ხმა დიდი ხანია დუმს, ქალბატონო. დიახ, იქნებ მართლაც დუმს. ნახვამდის. აი შეხედე. 10 სართულიანია. კორპუს გავს. თან 8 რესტორანი აქვს. მართლა ამდენია? აივნიანი კაი დავიღოთ. მოგზაურობისას ზღვის ცქერით დავტკბებით. შორს უნდა წავიდეთ? ჯერ თვითმფრინავით კოპენჰაგენში გავფრინდებით. მერე გემზე გადავსხდებით. წინ შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი გველოდება. აი ასე. იქ ხომ სიცივეა? რას ამბობ? ივნისის თვე მოგზაურობისთვის კარგია. არ მოგწონს? რა ვიცი? ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულ ვარ. შენი ექიმები წინააღმდეგი არ არიან, ქალბატონო ნადიდე, წამლებსაც წამოიღებ. ბატონი აჰმედი გემის ექიმს დაუკავშირდება ხოლმე. მაგრამ ჩვენ ხომ ინგლისური არ ვიცით. უმერთო ჩემ. გიდი ხომ გვეყოლება? ხო. რა დაგემართა, რისი გეშინია? გემზე ცუდად რომ გავხდე. თუნდაც თუ გახდები გემიდან გადმოვალ, ქალბატონო ნადიდე. რა პრობლემაა?
გოგოებო, მაპატიეთ აქ რომ გამუშავებთ. რას ამბობთ, ქალბატონო ფიუსუნ? გამომართვე, სანამ ცხელია ვისადილოთ. აი ესე წამოდი ხელები დავიბანოთ. რა უცნაურია. 10 ლაჰმაჯუნში და 4 აირანში 28 ლირა გადავიხადე. ხედავ ახლა ანგარიშიც დაგიწყია. მამას მოცემული ხელფასი თითქმის აღარ მაქვს. რამდენი დაგრჩა? არ ვიცი. თითქმის აღარ დამრჩა ფიუსუნ. მომბეზრდა უკვე. მამას დაველაპარაკები. ალი ქემალ, ხმას თუ ამოიღებ, ბავშვებს წავიყვან და ქაისერიში წავალ, მათი ნახვის უფლებას არ მოგცემ. ფიუსუნ, შენ ჩემს მხარეს უნდა იყო. მოგწონს ასეთ სიღარიბეში ცხოვრება. ოღონდ კარგი მამა და ქმარი იყავი და მე მარტო პურს შევჭამ. მომეცი რაც დაგრჩა. რა? ასე ცხოვრებას უნდა მიეჩვიო. ბიუჯეტი გვექნება. თანხას მე გამვკარგავ. შენ გზის ფულს მოგცემ. რას ამბობ? ალბათ ხუმრობ ფიუსუნ. ალი ქემალ, ფული მომეცი. დამგზავრო ბილეთი იყიდე. ფული რამე სისულელეში არ დახარჯო. ვერ გავიგე რა ხდება აქ. მე ვმგზავრები. სად? არ ვიცი. ჰოლდინგიდანაც მივდივარ. და ამას მხოლოდ ახლა მეუბნები? უფრო ადრე თუ გეტყოდი რამე შეიცვლებოდა. გადაწყვეტილება მივიღე. და არ შეცვლი. არ ვაპირებ. კარგი. ალბათ ასე ჯობია. ერთი ჩვენგანი აქ მართლა ზედმეტია. მართალია. აქციებს რა ბედიელის? ურაკი განკარგავს ჩემი მინდობილობით. დარჩენას ნამდვილად არ გთხოვ. ასე უკეთესია, ონურ. ონურ. ერთმანეთს დიდხანს ვეღარ ვნახავთ. მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის ჩემს ძმად დარჩები. თუ შეგიძლია მაპატია. ხო, მაპატია. თუ არა და ამასაც ავიტარ, მაგრამ საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. ამ ფოტოს არ წაიღებ?
მომეცით. აეროპორტში ძალიან ადრე მივდივართ, ლოდინი მოგიწევს. არა უშავს. კაფეში დავждები. ეს ქერემს გადაეცი. შენ მიეცი? ბენუ, ქერემ, რატომ მოხვედი? გთხოვ ბენუ, ნება მომეცი გაგაცილა. ნეტა მტვირთავებმა ავეჯი დროზე მოიტანონ. დედა, როცა ბუქეთი დაბრუნდება, სად იცხოვრებს? შენს ოთახში. ხედავთ ახლა ამ პატარა ბინაში და სიღარიბეში ცხოვრება მოგვიწევს. ალი ქემალ, კიდევ რამეს თუ იტყვის, სახლიდან გაგაგდებ და ქუჩაში იცხოვრებ, არ გეხუმრები. ავეჯი მოიტანეს. ადექი, მტვირთავებს დაეხმარე, მიდი. გეპატიჟებით შაჰრაზადის და ენგინის ქორწილში. არ გაიღიმებ? ბედნიერი იქნები, გვირდები. როგორც კი ჩაფრინდები დარეკე. ქერემ, არ გინდა, ძალიან გთხოვ. შენ წარსულში უნდა დარჩე. ან უნდა მივიწყებ? ხო, შევეცდები მაინც. მელექს ჩემი ნომერი არ გამოართვა და არ დამირეკო. ჩვენ უკვე დავშორდით. საერთაშორისო ტერმინალთან გამიჩერე. გასასვლელამდე მიგაცილებ. ხო. კარგი. დღეს აღარ დავბრუნდები. კარგი ბატონო ონურ. აქ დარჩი. აღარ გამომყვე. კარგი. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. შენც. გამომართვით ძირფასო. გმადლობ. თუ ჩემზე წითელ პომადას ისვამ? არა, სხვა ფერს ვისვამ. მე რაცა ისვას. კან გინდა ზელი ჰამბურგერი მოგიტანოს? არ მინდა. შვილო მოიწყინე. ზელიხა წადით და გაისეირნეთ. დამოდი კან, სუფთა ჰაერზე გავიდეთ.
გამარჯობათ. გამარჯობა. 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 ზელიჰა, ჩვენ ერთ მაგიდასთან დავსხდეთ. კარგი. წავალ წყალს დავლევ. მაგრამ შორს არ წახვიდე, კარგი? კარგი. მოვიდა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გამომბრძანდით, სუფრა გაშელია. მე არ მინდა ჭამა. Ne demek ki? რას ნიშნავს არ გინდა? მოდი ადიქი. Ya baba. მამა, Hadi kızım. წამოდი შვილო, წამოდი. Hadi gel. ადიქი. დედა პირდევსმა ბევრი გემრიელი რამ მოგვიმზადა. რა თქმა უნდა, ცხელი ქოფთე გვაქვს. დასხედით? წვნიანსაც ახლავე მოვიდან. მიდი. Bak çok güzel. ძალიან გემრიელი ჩანს შვილო. Kim geldi? ვინ მოვიდა? Güvenlikler. ალბათ დაცვა. ხან? შვილო, მამა, შვილო. არ მინდა რომ დედა ჩემი გათხოვდეს. მე თქვენთან დავრჩები. კან? იქ დაბრუნება არ მინდა, არ გამიშვა, არ მინდა მათთან ერთად ცხოვრება, გემოდარები. შვილო, Canım oğlum benim. ჩემო საყვარელო ბიჭო. შეიძლება დავჯდე. როგორ დაუშვებდი რომ დაგევიწყებინებენო? უშენოდ არ შემიძლია. უშენოდ. მე ვერ გავძლებ. მოდი ძირფასო. გამარჯობა, გამარჯობა. 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 კანი ჯერ არ დაბრუნებულა. რაზობს რომ ქორწინდები და ალბათ იმალება. არ ძელი ხაჩანს. განთან ერთად იყო. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. შაჰრაზად ქარაჯა, თანახმა ხართ რომ ენგინ ქარაოღლუზე დაქორწინდეთ? ალბათო შაჰრაზად.
დედა, წადი. ენგინ. ქანი მართალია. შენი ოჯახი ის არის. როგორც ამბობენ, ძალიან დიდი ხნის წინ ერთი ძლევამოსილი შაჰი, შაჰრიარი მეფობდა, რომლის ხსენებაზეც სადა დედამიწა შიშისგან ცახცახებდა. ერთ დღეს შაჰი თავის ამალასთან ერთად სანადიროდ გაემგზავრა და დროზე ადრე დაბრუნდა. შაჰმა ნახა, რომ საყვარელი მეუღლე მისსავე მონასთან ღალატობდა. შაჰმა მოღალატე მეუღლე მაშინვე მოაკვლევინა. იმ დღიდან თუ ვინმე რომელიმე ქალს ახსენებდა, შაჰი გამუდმებით იმეორებდა, მეგობარო ქალებს არასოდეს ენდო, მათ დანაპირებს ნუ დაუჯერებო. შაჰ შაჰრიარს ჯეროდა, რომ ქალები უმადურები, მოღალატეები და დაუნდობლები იყვნენ. ყოველ ღამე სხვადასხვა გოგონასთან ერთობოდა. დილით ადრე კი მზის ამოსვლისას ყველა მათგანს თავს კვეთდნენ. მას იმდენად სძულდა ქალები, რომ დედებს ქალიშვილების გაჩენის ეშინოდათ. თუ ვინმეს გოგონა გაუჩნდებოდა, ძლევამოსილ შაჰს უმალავდნენ. ერთ დღეს ვეზირის ქალიშვილმა, რომელსაც შაჰრაზადი ერქვა, გადაწყვიტა, რომ ქვეყნის გოგონები სასტიკი და ბოროტი შაჰ შაჰრიარისგან ეხსნა. დიდხანს ევედრებოდა მამას, რომ შაჰისთვის მიეგვარა. ბოლოს მამა დათანხმდა. ხრემლ-მორეულმა მამამ თავისი ქალიშვილი შაჰს მიგვარა. ის ღამე შაჰრაზადმა შაჰთან გაატარა. მერე კი შაჰს არაჩვეულებრივი ზღაპრის თხრობა დაუწყო.
მზის ამასვლისთანავე ზღაპარი ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტა. შახრიარმა უბრძანა, რომ ზღაპრის თხრობა გაეგრძელებინა, მან კი უპასუხა. ბრძანებელო, ძალიან დავიღალე, უნდა დავიძინო. თუ დაძინების უფლებას მომცემთ, შემდეგი ზღაპარი ამ ზღაპარზე უფრო საინტერესო იქნებაო. შაჰმა ნება დართო და შაჰრაზადმაც დაიძინა. ზღაპრებს, რომლებსაც შაჰრაზადი ღამეების მანძილზე უყვებოდა, შაჰრიარს 1001 ღამის ზღაპრები ჰქვია. გინდა აღმოაჩინო ახალი რეცეპტები, ან უბრალოდ გსურს მოამზადო გემრიელი კერძები. მაშინ გვეწვიე საიტზე სამზარეულო.net და მოამზადე შენს გემოზე.